მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა, რომ არ დავკარგოთ. და თემა არის ასეთი: რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, უпростоრად კარიერაში და თქვენს პირად ცხოვრებაში. ესე ორ საკითხზე გავშალოთ დღეს. თქვენს თავებზე კონცენტრირდით და დავიწყოთ. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს კარიერაში და შემდეგი არის რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის პირად ცხოვრებაში. თქვენს პირად ცხოვრებაში რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის. კარგი, მოდი დავიწყოთ კარიერით. ეს ცოტა ხნით ესე გვერდით გადავდოთ. საინტერესოა. მოდი ესე დავიწყებ. ვინც ხართ სიტუაციაში, სადაც ძალიან ბევრი ვალდებულება, ბევრი ტვირთი გაქვთ კარიერის მხრივ. ძალიან გამძიმებთ ეს ყველაფერი. არ არის რთული მდგომარეობა თქვენს კარიერის მხრივ ამ სიტუაციაში. საკმაოდ მძიმედ გრძნობთ თავს, ან შეიძლება ახლა ისეთ პერიოდს გადიხართ, რომ გაქვთ ძალიან ბევრი სამუშაო, ძალიან იღლებით და ეს ყველაფერი თქვენთვის სასიამოვნო კი არ არის, არამედ ტვირთივით არის. შეიძლება ვიღაცებზე ისიც რეზონირდეს, რომ ამჟამად თუნდაც ისეთი სამსახური გაქვთ, სადაც უბრალოდ შემოსავლის გამო მუშაობთ და არანაირ სიამოვნებას არ განიჭებთ. ეს თქვენი სამსახური. ხო, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომ მხოლოდ ამის გამო მუშაობს და რაღაც სიამოვნებას ვერ იღებს თავისი საქმიანობიდან. ძირითადად რეზონირდება მათზე, ვინც აი ამჟამად ხართ ამ სიტუაციაში, რომ საკმაოდ რთულად გრძნობთ თავს, გადაღლილები, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ და ტვირთი გაქვთ ამ რეალობაში, აი კარიერის მხრივ ესე წამოკიდებული და ბევრ საქმეს ასრულებთ შეიძლება თქვენ. ანუ თქვენზე არის დამოკიდებული ბევრი რამე, რაც ძალიან დამთრგუნველად და მძიმედ მოქმედებს თქვენზე. ანუ სასიამოვნო ნამდვილად არ არის. კარგი. მოდი მაშინ უფრო მეტად ჩავშალოთ და გავიგოთ რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის აი ამ სიტუაციაში თქვენს კარიერაში. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს კარიერაში აი ამ მდგომარეობაში, ვინც იმყოფებით მათთვის. აქ მეგობრებო, რა სიტუაცია იცით? აი რაღაცა უყურთ კი ახლა ხართ აი ასეთ სიტუაციაში, ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ აი და შეიძლება გაყინულიც არის სიტუაცია, რეალურად აი არაფერი არ იცვლება, სულ ერთი და იგივე რაღაცა რუტინა და აი ეს არის თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, ხო, რომელიც ძალიან გთრგუნავთ. რეალურად ეს ყველაფერი ძალიან მალე საკმაოდ ახალ ეტაპზე გადავა, ასე ვთქვათ. რაღაცა დაიწყება თავიდან. აქ შეიძლება ვიღაცებთან რეზონირდეს ისეც, რომ ახალი სამსახური, ახალი საქმე დაიწყოთ, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ ფინანსურ, ყოველ შემთხვევაში დიდი ვისთვის რა არის, ანუ ესე ვიტყვი, ყოველ შემთხვევაში ახლა რაც გაქვთ, იმაზე მეტად ბევრად კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. კი, გექნებათ ბევრი სამუშაო იქაც, მაგრამ ეს თქვენთვის არ იქნება დამთრგუნველი პირიქით, ანუ იმის საფასურს აიღებთ, რამდენსაც გააკეთებთ. ანუ მაგას ვამბობ. შეიძლება ვიღაცები იგივე სამსახურში
უბრალოდ აი ახლა რომ ხართ ასეთ ბევრ პასუხისმგებლობაში, გგონიათ რომ რეალურად შედეგი არაფერი არ იქნება, ანუ ფინანსური ანაზღაურება იმდენი არ გექნებათ, მაგრამ სიტუაცია შეიცვალოს სხვანაირ მხრივ და თქვენ საკმაოდ დაგაფასებენ, თქვენ შრომას დააფასებენ და ფინანსებიც შესაბამისი გექნებათ. აი შეიძლება ეს და შეიძლება ვიღაცებთან რეზონირდეს ისე, რომ ახალ სამსახურში გადახვიდეთ და იქ უკვე დააფასონ თქვენი შრომა და რასაც იშრომებთ, შესაბამისი ანაზღაურება მიიღოთ. იმიტომ რომ აქ მიჩვენებს, რომ ძალიან კარგ ფინანსურ შესაძლებლობებს მოიტანს აი ეს უახლოესი მომავალი თქვენს კარიერაში და ანუ ხა ეს ფინანსებზეც გამომივიდა რეალურად, მაგრამ იცოდეთ რომ დაიწყება რაღაცა ახალი სიტუაციები აი ამ ხრივ და აი ეს გაყინული, გაჩერებული და დამთრგუნველი სიტუაცია დასრულდება თითქოს და რაღაცა უფრო მეტად სტაბილურ და მყარ სიტუაციაში გადადიხართ, რომელიც აი ასე დამთრგუნველად აღარ იმოქმედებს თქვენზე. კარგი, გადავიდეთ ახლა პირად ცხოვრებაზე, თორე ძალიან გამიგრძელდა. რასაც სიახლე მოჩქარის თქვენს პირადშიო, ძალიან მაგარია მეგობრებო. აქ გეტყვით იმას, რომ თქვენ უკვე ხართ, აი იცით როგორ სიტუაციაში, თითქოს მზად ხართ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში რაღაცა სტაბილური შემოვიდეს, რაღაცა მყარი, რაღაცა ოჯახური, აი ესეთი. აი. კაცრავად განმომივარდა ტელეფონი. და აი ამ ყველაფრისთვის მზად ხართ და შეიძლება ვიღაცები ელოდებით კიდეც. ან თვითონ ხართ უკვე ასეთ სიტუაციაში, რომ აი უკვე მზად ვარ, რომ თუნდაც ოჯახი შევქმნა, ან მზად ვარ რაღაც მყარი სერიოზული ურთიერთობისთვის. მოდი ვნახოთ რა მოიჩქარის თქვენს პირადში სასიამოვნო უახლოეს მომავალში. ძალიან მაგარია. აი ახლა გეტყვით რას სიტუაცია რაღაც ერთი სრულდება. ერთი ციკლი სრულდება თქვენს პირად ცხოვრებაში და შემოდის რაღაცა ახალი, მეგობრებო. აქ შეიძლება ვიღაცასთან სრულდება ერთი სიტუაცია და ვიღაცა სხვა ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვიღაცებთან რეზონირდება, რომ აი კონკრეტულ ადამიანთან სრულდება რაღაცა აი ეს ბლოკები, გაჩერებული სიტუაცია, მძიმე, აი ტვირთი, რაღაცნაირი ესეთი ძალიან შეიძლება ტოქსიკური სიტუაცია სრულდება და გადადიხართ რაღაცა უფრო მეტად ესეთ უფრო მეტად ძლიერდებით თითქოს. აქ რეზონირდება კიდევ ვიცი როგორი სიტუაცია, თითქოს ასრულებთ რაღაცნაირ ბლოკებს, თქვენს შინაგან ბლოკებს, თითქოს აქამდე არ ვითარებდით სიტუაციას პირად ცხოვრებაში და ახლა გადაწყვიტეთ, იმიტომ ვთქვი, რომ მზად ხართ მეთქი უკვე სერიოზული მყარი ურთიერთობისთვის, ახლა გადაწყვეტილებას იღებთ, არჩევანს აკეთებთ, რომ თქვენ მზად ხართ უკვე აი სიყვარულისთვის და შემოდის კიდეც აი თითქოს ის ერთი ციკლი ვიღაც ადამიანთან კი არა საკუთარ თავთან სრულდება, რომ აი მე უკვე მზად ვარ, რომ რაღაცა ვინმე სხვა ადამიანი შემოუშვა ჩემს ცხოვრებაში. აი ეს სასიამოვნო სიახლე შემოდის, ვინმე კონკრეტული ადამიანი აქ არ ჩანს, მაგრამ თქვენი მზადყოფნა ჩანს, რომ აი ამ რაღაცა ტვირთისგან, შინაგანი ბლოკებისგან თავისუფლდებით და არჩევანს აკეთებთ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს სიყვარული. აი ეს ერთი ციკლი, რთული ციკლი სრულდება თქვენ ცხოვრებაში და გრძნობთ, რომ რაღაცა შინაგანი სიძლიერე გიბრუნდებათ, ან ჩნდება თქვენს თავში, თქვენს აი სულიერი განწყობა გაქვთ ესეთი. დაგემშვიდობებთ ახლა მეგობრებო, დრო სრულდება და არ მინდა გამიწყდეს ვიდეო შუაში, ასე რომ დროებით